მოგესალმებით, ჩემო არხის გამომწერებო. დღეს იქნება საახალწლო ვიდეო. გრილზე ვამზადებთ სტეიკებს და ბურგერს. ეხლა ვარ ბრუკლინიდან წამოსული, ცოტათი შორს პოკონოში. განახებთ ეხლა აქაურობას. მოკლედ აქ თოვლიდებს უკვე ესეთი სახლი გვაქვს აღებული და აი ყველაზე მაგარი, რაც მე მომწონს ამ სახლში. არის ეს საღამოს ხა ამასაც ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ იდეაში ასწორებს რა. აი ძალიან სიწყნარე სიმშვიდე, ხალხი თითქმის არ დადის. კერძო დასახლება არის რა, ასე რომ ვთქვა და შედარებით სიმშვიდეში ვართ ხალხისგან შორს. აი ეს არის ჩვენი გრილი. აი ეს და უნდა გავუმართო, იმიტომ რომ სავარაუდოდ მიეყინა ეს გაზის, ეხლა ვეჩალიჩემ მე. გაზის გრილი არა, შეშა და რაღაცები არ წამოვიღია რა. აი ეს რაც აღებს, რომ გაზი გამოვიდეს, არის ჩაყინული რა, რაცა უნდა ძლიერად დაუტრიალო, გაზი არ გამოდის. ცოტა არის რა, ეხლა სავსე არ არის, მაგრამ ნუ იდეაში მეყოფოდა უბრალოდ ეს არის დაგეტილი. აქ შევამჩნიე კიდე რამოდენიმე მსგავსი ბალონი და სავარაუდოდ მაგებს გამოვიყენებ. ნუ ეხლა აქ ცივდება ლუდი. ეს ცარიელია. ამაში ცოტა ასხია. მოდი აბა მოვუშვა თუ გამოვახმო. ესეც ცარიელია რა. დიდი არაფერი, მაგრამ შიგნით არის ერთი და სავარაუდოდ ამას გამოვიტან შიგნიდან და გადავაერთებ ეგეთ. და გამოვიყენებ აი ამას რა. ესეთი რაღაც დაგვიდეს გამოთობელი. ამაში ასხია რა, მძიმეა. ხო და ყველაზე ცუდი რაც არის, გაყინა შლანგები, ასე რომ ვთქვა და წყალი არ გვაქვს საერთოდ. მე ხან ამოტანილი მაქვს წყალი, მაგრამ სასმელი წყალი არ არის. არ არის საპირფარეშოებით საერთოდ და არც საშხაპი. მაგრამ ამ დასახლებას აქ ეგეთი სიტუაციებისთვის თავისი საშხაპეები და რაღაცეები რა. აი წიხო ხედავთ, აქ უნდა ახვიდე. მე რიგ გახვიდე და ნუ ერთი 5 წუთი სავალზეა ფეხით რა. ამით მოგინდება. მან შეგიძლია გამოიყენო საპირფარეშოც, საბაზანოც და ყველაფერიც. ეხა მეგობრებო, მე ვიჩალიჩებ ამის გადაერთებას ამ გაზის. ხო კიდე ბარი რა. გადაერთებას ვიჩალიჩებ ამ გაზის ბალონის, რომ გრილი ავამუშაო და დავბრუნდები უკვე ხორცით. დამელოდეთ. მეგობრებო, ჩემმა გეგმამ გაამართლა, შევცვალე გაზის ბალონი და ამუშავდა ჩვენი გრილი. ეს ძველი ბალონი. და აი უკვე ჩართული გრილი რა. ნელ-ნელა ხურდება. მოდი. აი ესეც მოყინულია რა. ამას ახლა ცოტა ავწევ და ვერც ხედავ სად არის ამის. აიც არის, ეგერ არის. სიო მაღალზეა. ეგ არის. ახლა მე მინდა ცოტა ეს ნორმალური ადგილი, რომ აი ეს დავდო და გადავიხო ჩანს აქედან. ეგ არის. ყველაფერი კარგად ჩანს. ვიცი რომ ცოტა დიდი ხანია არ გადამიღია არაფერი, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული პერიოდია ეს ზამთრის პერიოდი. და ბევრი რაღაც ხდება რა. და მაგიტო ეხა არ მეცალა რა დიდად ვიდეოებისთვის. ეხა მოდი დავდოთ ჯერ ეს ბურგერის ხორცი, რაც არის. ხო იღებს სწორად, იცოდი აი ესე გავასწორო და უკეთესი იქნება. აი ეს ხორცები საქონელია. ცოტა ზემოთ დავდო. ეგ არის. ოთხი ცალი გავუშვათ. და მთავარი სტეიკი.
აი ეს ღირდა 16 და რაღაცა რა. კარგი სტეიკია ეს. ანგუსა სტეიკი. მოდი ხა ცოტა დაუწიო. აი ეს ნელა თავის პონტში. ამას ქნას რა. ეს მთლიანი სტეიკი გავუშვით. ეგარი. დავაფარეთ და ეხლა ამას დაველოდეთ, მაგრამ ახალი ცოტა გავიწმინდო თოვლით. მაგრამ ეხლა ამასობაში ჩვენ გვინდა დავჭრათ ხახვი, ზემოდან მოვაყაროთ. ხახვი მაგარია რა. ყველაფერს უხდება და მარილი შესაბამისად უმარილო საჭმელი. არ ვარგა. შევედით ახლა და ვიპოვოთ ხახვი და დასაჭრელი ხე რა. აუ ფოტოებით უნდა შევიდე ახლა სახში. თორემ ეს არის უცებ დამოცლა. ან კაიჯან დაფრს, იმიტომ რომ ძალიან თოვლიანი მაქვს ფეხები. უცებ გავიზრობ და ჩავყოფ ჯუსტებში. წავიდა ჩვენი ხახვისკენ. ეგ არის ხახვი გვაქვს. დანაც გვაქვს. და დასაჭრელი დაფაც გვაქვს. წავიდეთ ახლა ბარში დავჭრათ. ეს გონი რა ქვემოთ რაღაც კოჩი აკვირია. კედელზე იყო მიმაგრებული და გუში ღამე ჩემთვის წევა მძინავს და ბრახვანის ხმა. ეს ჩამოვარდნილა. გავუშვათ წითელი ხახვი, მოიცა შორს რატოზი ვარ, ცოტა მოვიწიო ახლოს. ახლოდან მივასროთ. შინაურულად ეგ არის. ხოდა. მოკლედ, რამოდენიმე დღე ესე განსატვირთად წამოვედი. ქალაქისგან, ხმაურისგან. ანუ აქ შველები, ირმები ძალიან ბევრი ცხოველი დადის. აქ არ შეიძლება თვითონ ამ შველზე ნადირობა ამ კონკრეტულ ადგილას და არც ამ სეზონზე. არა მოვა მაგის დრო. რო აქ ეს ნაყიდი ხორცის მაგივრად მონადირებულს მოვამზადებ რა. ცოტა მოითმინეთ. ეგ საქმეც გვარდება. გავუშვათ ეს უცებ ნაგავში. აუ ძალიან ბლაგვიდანა. რაღაცა ხმაურია, რაღაცა ცხოველი ფხაკუნოს ახლა აქ. ხმა მოსვის ფხაკუნის, მაგრამ ვერ ხედავ. და ციყვიან რაღაც იქნება რა. დიდი ალბათობით. აქეთ ახლა შავი დათვებიც არიან, მაგრამ შავი დათვი დიდად კაცზე არ იწევს რა, პატარები არის. ზომაში ყველაზე პატარა იდეაში შავი დათვია რა ზომაში და კაცზე ხა არ იწევს. დიდი ალბათობით. ეგ არის ნივრიანი იმას ვიყენებ რა. მარილს. ნივრიანი მარილი მოვაყაროთ. ახლა ყინული კი დაეცა, მაგრამ არაფერი რა. ტყეში ვართ. ცოტა ველურად აუ ძალიან ბევრი მომივიდა, მაგრამ არაფერი, კაია რა. აი ეგ არის დაუნანებლად. აი ესე. საკაიფოთ. მოდის აქ დავტოვებ ამას, რომ რო მომატრიალებ მეორე მხარესაც მოვაყრი. ეხლა ჩამოვიტანოთ ჩვენი ხახვი. მოდი ხავს ესე ავიღებ. და მთლიანად წავიღებ რა და იქვე დავდებ. აი
ის არის ავხადეთ. დავალაგეთ აი ესე. აი ამასაც აი ესე. და ის ყინული მოვაზროთ, ორი არ დნება. ამასაც აი ესე. მოდი ამასაც დავადოთ აი ესე და ამას მოვაყაროთ რა. ცოტა ხახვიც გამოცხובה საუჩინით. ეგ არის. ეხა ასეთი სიტუაცია. აქ ჩემი მანქანა. სხვათა შორის არ გაუჭირდა თოლში კარგი საბურავებით ამოვედი რა. ცოტა კიმაბუქსავა იქ დაღმართზე, მაგრამ ეგ არაფერი. ეხა წავედით პური, პომიდორი და რაღაცეები უნდა გავამზადო რა. ისევ აქ მოვიდან და ბარში გავამზადებ. სანამ რაღაცები გამომქონდა, აქედან ცოტა ბოლი წამოვიდა, რამდენი გრადუსია? 250-ზე სადღაც რა. აუ, რა მაგარი სუნია, მეგობრებო, პროსტა. აქედან როგორ გასუნინოთ, ორი? აი ძალიან მაგარი სუნია. ეს ხახვი ამას გადმოვადოთ. ეს ავიღოთ. და ამოვატრიალთ აი შეხედით, კარგად არის. იდეალურად არის. წვენი გასდის. ეხლა ესენი ცოტა შორს რომ აქვს, უფრო გვიან გამზადდება. იმიტომ რომ მოშორებით. ეს მეორე არ არის ჩართული? აუ, მეორეც არ ყოფილა. გამოირთო, ცოტა. ეგ არის, დავაბრუნე მეორეც. გამომრთვია წიღა. სიო, ყველაფერი არის. ხოშიანად ეხლა სასმელსაც გავამზადებ. მოდი ცოტა მოშორებით გადავიდე, იმიტომ რომ ძალიან მალე იქნება და ეგრე მალეც არ გვინდა. ეგ იყოს აი ამოდგეს. აუ სუნები არის მაგარი. ეს ამოატრიალოთ. აი ესა თუ აშლის პირს ეგ არის. ხომ ამას კიდე უნდა რა. დავაცადოთ, დრო უნდა კიდე. ეხა იქ ზემოთ აქ სალათის ფურცელი რაღაცები გამოვიტანე და განახებთ ხა. სტეიკად იქნება რა თქმა უნდა და აი ბურგერის პურები, ეს პომიდორი, სალათის ფურცელი, ეს ცხარე პაპრიკაც მოიყრება, ორი სახის კეჩუპი და ეს წყალი ჩემთვის. მაგრამ რა დროს წყალია? ჭიქა გამოვიტანო, ლუდი დავლინე. ეხა უცებ გაჩვენებთ ლუდი როგორ უნდა იპოვოთ ესეთ პირობებში რა. ეს მიდიხარ სადღაცა თოლში, ჭიქას ჩაარჭობთ და ჩაყოფთ ხელს. და ლუდიც ამოვა. ეხა ესნა გაიხსნას მოიცა ტელეფონი. დავდო ტელეფონი რაღაცა კამერა. ესეც გავხსნათ. და ეხ ჩემი საყვარელი ლუდი ვერ ვიშოვე სამწუხაროდ. მე რომელსაც ვსვავ ხოლმე, მაგრამ წავა ესეც რა. ეგ არის, ეხა უკვე არაფხიზელზე შევუდგეთ გრილს და უფრო სახალისო იქნება რა და ზოგადად რო ვიცოდეთ, კაცები ვართ ძალიან მარტივად მოწყობილები რა. აი ძალიან ცოტა საკმარისია ჩვენთვის, აი მაგალითად ეს სიწყნარეში, აი ის რო არავინ არ გვიბურღავს, აი ნახეთ, არაფრის ხმა არ არის საერთოდ რა. აი ადამიანის ხმა არ არის, მანქანის ხმაც არ არის, ეს სიწყნარეში, გრილი, ლუდი და ეგ არის რა. ანუ მეტი უკვე აღარაფერი აღარ მახსენდება, რაც რასაც დავამატებდი ამ სიტუაციაში. აი სურნელიც მოაქვს, ძალიან მაგარია. აი ამ შეხედით. ცოტა კიდე დავამატოთ. აი ამას პირველი გავსინჯავ. ამას ცოტა დრო უნდა რა. მოდი ხა ამას შევხედოთ. აი ამას დრო უნდა კიდე. აი ეს მალე იქნება. აბა მეგობრებო, ეს ახლა საახალწლო ვიდეოა და თქვენ გაგიმარჯვოთ ამ ლუდით და 2025 წელი ყოფილიყოს ჩვენთვის ყველასთვის ისეთი როგორიც ჩვენ გაგვიხარდება.
აუ გავახილე თვალები ძლიერს მოვედი ცოტა საუბრის ხასიათზე რა კაი იყო კაროჩი რაღაცა ვიდეო რო დავიწყე ხო ნახე ცოტა ისე რაღაც აი მიძინებული ვიყავ იმიტომ რომ გუში ჯაკუზიში ვსვავდით მთელი ღამე და აი რაღაც დღეს დილით რო დალევის მე რო გაიღვიძებ რა აი პახველიაზე არა მთლად მაგრამ აი ცოტა მახოდილიც რო ვერ ხარ აი რაღაცნაირად რო ხარ რა ნახევარი იქით ნახევარი ფეხი აქით რა ამან გაასწორე კარგად წავიდეთ ცივი ეხა წავიდეთ და გავამზადოთ ეს პურები და რაღაცები რა პირველი ხორცი მზად იქნება ეხა მარტო ვარ სხვები წასულები არიან ცოტა ხანში და მოვიდნენ პროდუქტი უნდა შევავსოთ და მანამდე უცებ ჩემთვის გავიკეთებ ერთ წელს ერთხარ ეს ჩვეულებრივი კეჩუპი ეს წრეზე მოვასხათ აი ეს ქართულ კეჩუპს არ ჯობია მეგობრებო აქ ბევრად ბანძი კეჩუპებია მეორე ეს ცხარე соуსი რა ეგ არის ეხა გვინდა პომიდორი ანა პამიდორი როგორც გინდათ ეგრე იყოს ეს უკანა კოდის მხარე არ გვინდა მაგის შემდეგ უკვე ეგ არის გავასლაისოთ ესეც მოდი არ გვინდა სუდიდან ეგ არის დავადეთ და სალათის ფურცელი დავგჭა ეგ არის ჩვენი სალათის ფურცელიც ადევს ეხა უკვე ველოდებით ხორცს მოდი ამას მოვაყაროთ და ესე წავიდა კარგად გადაუსვათ ეს ჯიგრულად ეგ არის ეს ერთი მზად არის ცოტა ხალხი მოვაბრაწინოთ კიდე და აი გარი აი ერთი სული მაქვს როდის გავსინჯო რომ თქვა რომ აი მაგარიაო რა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ცუდი არ იქნება რა კარგი ხორცი ავიღე კარგი პური კარგი ყველაფერი ეხა დრო არის კიდევ ერთი ჩავარტყათ ჩაუფინოთ იმიტომ რომ ეს ერთი უკვე წაიღო კარგად ეგ არის კარგია რა ასწორებს თოვლის იცივე დიდად მე არ მიყვარს უფრო ზაფხულის კაცი ვარ მაგრამ ზამთარში უფრო ეს მონდი ასწორებს რა ესე ტყეში ამოსვლა აქ ნაჯახიც მაქვს რომ რაღაცა ცხოველი მოგვიახლოვდეს მაგრამ მეეჭვება და ყველაფერი კარგად არის რა გაია სუთარი ეხა წავედით ჩვენი ხორცი შებრაწული ხახვთან ერთად ავიღოთ წამოვიღოთ დავდოთ ბურგერზე და დავაგემოვნოთ აი ხახვიც მოიბრაცა ჩეთოს უყურდი აი ხახვიც მოიბრაცა დავდეთ და ეგ არის წავიღეთ ხა ხორცი და ეს ასაღები აუ ძალიან ჩურჩულებ იმედია ის ჩემი ხმა კარგად იმიტომ აი სიწყნარე რომ მეც რაღაცა მშვიდად ვსაუბრობ რა რაღაც ხმა დაბლა ეგ არის ოკეი ავიღე დავადეთ აი ესე და აი ესეც დავაფარეთ ესე რა ნუ ვიდეოში ხარ როგორ ჩავხედე არ ჩანს კარგად მაგრამ ბევრად უფრო მაგარი იქნება გემოზე ჭრა გავჭრათ ჯერ ნახევარზე ბლაგვიდანით ეგ არის და ხა განახოთ შიგნიდან როგორია ოპს ერთი დაიშალა ესეთი რა
ხახვები, სალათები, პომიდორი. ეს კარგი უნდა იყოს და ახლა ჩავკაბიჩოთ. აუ წიწაკა რომელიც დავაყარე სხვანაირი წიწაკა არის რა სხვანაირი სიცხარე აქვს ანუ ცოტა არ მოუხდა სავით თითქოს რა წავიდა შემდეგ იკბეჩა ეს არის, ანუ ეს არ უხდება რა. შენ ხორცი გაია. შენ ეგ ბურგერებს მაგ კეჩუპს აღარ გავუკეთე. და ეგ იქნება. მაგის გარშე ძალიან კაია რა. ცოტა უყურადღება რა შვებიან. კარგად მიდის ყველაფერი ჯერჯერობით, კარგად იბრაწება. აი ესეც მთავარია. კარგ ფორმაშია. ჩვენი ძროხა. ცოტა ხანში იქნება რა, 1 წუთში დაახლოებით. მეგობრებო, ეგ არის დანარჩენიც გამზადდა. დავდოთ ახლა ჩვენს ხეზე. რაც თავარია, აი ესეც გამზადდა. მაინც დავსერე რომ ენახა. ну შეგით ვარდისფერია რა, medium რეარი დაახლოებით. არის ესეც, ესე. ჩვენი დიდი ხორციც, ესე. ეს ხახვის. აუ, კინახამ გადმოვარდა. თოვლში კინახა ჩავარდა ამდენი ხნის ნაწვალები. ეგ არის ახლა. უნდა გადავკეტო. მე ისე უნდა ჩავხსნა ეს გაზი, რომ სახში შევიტანო გათბობისთვის. ეგ არის. თითქმის გადავკეთე. ისეო. კარგად არის გადაკეტილი. ეხლა ეს ავიტანეთ ზემოთ და უკვე დავალაგეთ ბურგერის გულზე. ეს გამოვიდა რა. გონი კარგად გამოიყურება. მე მომწონს. თქვენც თუ მოგწონთ, დაწერეთ კომენტარებში. ავიღოთ. დავადოთ. ეს მაინტერესებს მაგრამ ხე როგორი იქნება. ბურგერები ეგ არის რა. დაეფარა. აი ხა ეს თავარი რაც მაინტერესებს ყველაზე მეტად. ნახოთ როგორია. ან ძალიან კარგი და წვნიანია რა. ან კარგი ნაჭერიც იყო. კარგი ხორციც არის. მე დიდად არ შემიზავებია. მარგი და ეს გავუკეთე მარტნიური რა. ну ხახვი ხა ზემოდან. მაგრამ ნახეთ წვენიც როგორ გასდის, აი რო ვაჭერ. გასდის რა. კიდე 1 გავსინჯოთ. აი ეს არის. 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 ეს არის.
აუცან კაია. მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეოც რა. ხო და მალე არა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ იქნება უფრო გეგმა მაქვს, რომ უკვე ნანადირების მომზადება და ცხოველებთან აქ ძალიან დიდი არჩევანი და ძალიან ბევრი ველური ცხოველია მოსნადირებელი. ირმები, ლოსი, დათვია, ყველაფერი ფაქტიურად. ხო და ასე რომ გამოიწერეთ მეგობრებო არხი და ლაიქეთ ვიდეო. მრავალ ახალ წელს და შევხვდებით ცოტა ხანში.